გამარჯობათ. მოგესალმებით. ეთერშია საბავშვო საინფორმაციო პროგრამა რიონულა სეზონის ბოლო გამოშვება, რომელიც დღეს განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში. თქვენთვის სტუდიაში ლილე სვანაძე და გელაზ ნელაძე ვიმუშავებთ. პერიოდულად ჩვენი უცვლელი წამყვანი გიორგი აბაზაძე ჩართვებით სხვადასხვა ადგილიდან შემოგვიერთდება. ასე რომ დარჩით ჩვენთან. წინ რამდენიმე საინტერესო წუთი გელოდებათ. ჩვენს საბავშვო ეთერში დღეს შემდეგ სიუჟეტებს ნახავთ. ფორტეპიანოზე შეყვარებული მოზარდი და ტრამპლინი მომავალი წარმატებებისადმი. თანამედროვე ტექნიკის კიდევ ერთი აღმოჩენა Samsung Galaxy S4. ცირკი შაპიტოს მხიარული ატრაქციები, კუთათურების ექსტრემალის ტურნირი. საბავშვო პროგრამების რედაქცია, საცურაო აუზი, გართობა, მხიარული ტალღა და წლის კურიოზები. დაუწყალი პიკნიკი, რიონულას აღსაზრდელები კაცში და კატრში მიხმა. სწორედ ამ სიუჟეტებს ეხილავთ დღეს საბავშვო ეთერში, ასე რომ დარჩით ჩვენთან და ერთად ვადევნოთ თვალი ნორჩი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს. გამოშვებას შემოქმედებითი გვერდით დავიწყებთ. ნორჩი კორესპონდენტი ნენე გელაზანია ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლას ეწვია და საინტერესო სიუჟეტი მოგვიმზადა. ვნახოთ ვიდეო მასალა. დღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლაში გრანდიოზული გალა კონცერტი მიმდინარეობს. ალბათ გესმის და სასიამოვნო ხმა. როიალთა საბავშვო პროგრამების რედაქციის ყველაზე სტაჟიანი აღსაზრდელი ლილე სვანაძეძის. დღეს სწორედ მის შესახებ მინდა გიამბოთ. სანამ ლილე თავისი საყვარელი საქმიანობით არის გართული, მანამ მის შემოქმედებით ბიოგრაფიას გავეცნოთ. ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ლილე სვანაძე 5 წელია ფოლკლორის ცენტრის ანსამბლის მოცეკვავია და რამდენიმე ფესტივალში ჯილდოც მოიპოვა. თუმცა ამბობს, რომ მისთვის ეკვა სასიამოვნო გადაცემაა, ხოლო საფორტეპიანო ხელოვნების სრულფასოვნად შესწავლა გეგმისა და სამომავლო პროფესიის ნაწილი. ნორჩმა მუსიკოსმა მრავალ კონკურსზე მიაღწია წარმატებას, რაზეც მითი პრიზები, მედლები და სიგელები მიგვანიშნებს. თავად ლილე თვლის, რომ ეს მხოლოდ აღიარების დასაწყისია და მთავარი შემდეგ ელოდება. ლილე პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დღევანდელი წარმატებული გამოსვლა და დაგისვა რამდენიმე შეკითხვა. რა ადგილი უჭირდა შესხორებაში მუსიკას და შენი წარმატების ძირითადი საიდუმლო? მუსიკა, ეს არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ვთვლი, რომ ჩვენ ერთად გავჩნდით ამ ქვეყნად. მიყვარს ისე როგორც ოჯახის წევრები და თუმცა ის არის განსხვავება, რომ მუსიკა შეცდომებს არ გაპატიებს. რაც შეეხება წარმატებების ძირითად საიდუმლოს, ეს ალბათ არავისთვის არ არის უცნობი, რომ ქეთემა ლორდ-კიფაინძის ჩემი პედაგოგის დაუღალავი შრომა. და მინდა მადლობა გადაუხადო ქეთემა ლორდ-კიფაინძეს და მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორს ნინო დოღონაძეს თავისი შრომისთვის. რომელი იყო შენს მუსიკალურ შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული დღე? წარმატებული დღე იყო, როცა 9 წლის ასაკში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დავუკარი, თუმცა ამ დროს უკვე ვიყავი მომავლის ვარსკვლავების ლაურეატი, თუმცა მინდა ავახსენო ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ 4 გზის ლაურეატი ვარ ამ კონკურსისას და მე და ჩემმა მეგობარმა ნია სოხაძემ ასევე ავიღეთ საუკეთესო საფორტეპიანო ანსამბლის წოდება ამავე კონკურსში და დავიმსახურეთ პრიზი. საინტერესოა რას ფიქრობ ლილეზე მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორი, საფორტეპიანო ჯგუფის პედაგოგი და უახლოესი მეგობარი. ლილე არაჩვეულებრივად ნიჭიერი მუსიკალური გოგონაა, რომელშიც ერთი შერწყმულია სიბეჯითე, მუსიკალური მონაცემები, არტისტულობა, თეატრალიზმი და ფრიად საინტერესო პიროვნული თვისებები. ეს განაპირობებს მის წარმატებას. მოგეხსენებათ, ლილემ არაერთ საერთაშორისო მნიშვნელობის კონკურსზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ არაერთ გზის ასახელებს მეორე სამუსიკო სკოლას. ლილე არის ძალიან საყვარელი, ნიჭიერი გოგონა, კარგად აღზრდილია, ძალიან გააზრებულად უკრავს. ძალიან დიდი წარმატებები აქვს მაგს ეხლა გაიმარჯვა, ნომინაცია მიიღო მომავლის ვარსკვლავებში კონკურსში და დააჯილდოვეს საფესტივალო მედლით.
5 წელია, რაც ჩვენ მეგობრობთ. ლილე ძალიან კარგი გოგონაა, სკოლაშიც ბეჯითობს და მუსიკალურშიც წარმატებები აქვს. როდესაც ჩვენ ერთად ვასრულებთ საფორტეპიანო ნაწარმოებებს, ის ძალიან მშვიდად ავარ, რადგან ის ჩემს გვერდით. როგორც ხედავთ, ლილეს ყველა ღირსება თან აქვს. მხოლოდ ის ღირსებამჩენია, რომ წარმატებები ვისურვო ჩემს საუკეთესო მეგობარს. ის ხომ დიდცენაზე ასასვლელად ემზადება. დაველოდოთ, რომ ჯერ ეს დღე აუცილებლად დადგება. მანამ კი დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი. ლილე სვანაძე. გმადლობთ ნანი ამ სიუჟეტისათვის. ჩვენ კი განვაგრძობთ პროგრამას. ეთერში ტექნიკის სიახლეების დრო დადგა. რუბრიკის ავტორი მარიამ დანგაძე ისეთი აღმოჩენის შესახებ მოგვითხრობს, როგორიც Samsung Galaxy S4 გახლავთ. ნახოთ ვიდეო მასალა. ტექნიკის მიმდევრებმა კარგად იციან, რომ სულ რაღაც ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 21 საუკუნის ტექნიკის შედევრებს შეუერთდეს სმარტფონი Samsung Galaxy S4, რომელიც უნიკალური და თითქმის უნაკლო ტელეფონია. მას გამომგონებლები მიკროკომპიუტერსაც უწოდებენ, რომლის მონაცემებმაც გადააჭარბა Galaxy S3 და ყველასთვის კარგად ცნობილ Apple-ის mini iPad-ს. ამ მობილურ ტელეფონს შეუძლია ადამიანს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ტექნიკური დახმარება გაუწიოს. ის არის smartphone-ი წარმოებული Samsung Electronics-ის მიერ. აქვს პროგრამული შესაძლებლობები, როგორიცაა საჰაერო შეშტი, წყალგამტარობა, 13 მეგაპიქსელი, 5-დიუმიანი უკანა კამერა და 1080 პიჩვენება. S4 2013 წლის 14 მარტს სრული ვერსიით ნიუ-იორკში გამოჩნდა და უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 155 ქვეყანაში, რომელთა შორის საქართველოцаа. ეს ტელეფონი მემკვიდრეა Galaxy S3-ის. იგი საკმაოდ ჩამოუვარდებოდა მის მონაცემებს. ამის დასამტკიცებლად კი ისიც კმარა, რომ Galaxy S3-ს 8 მეგაპიქსელი ჰქონდა. დრო მიდის დაფეხ-დაფეხ მისდევს ტექნიკაც, მით უმეტეს რომ 21 საუკუნე კაცობრიობის უდიდესი გამოგონებების განვითარების ეპოქაა. ამის ნათელი მაგალითი კი სწორედ Galaxy S4-ია, რომელიც 1973 წელს გამოგონებული პირველი ტელეფონის დინატაკის თანამედროვეა, ასე რომ ჩვენც მივყვეთ ტექნიკის განვითარების გრძელ გზას. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ბავშვებისათვის. ქართულ-უკრაინული ცირკი შაპიტო კვლავ ქუთაისშია. თედო მესხმა არენის კულისებში შეაღწია და მხიარული სიუჟეტი მოგვიმზადა. როგორც ვიცით, ჩვენი კორესპონდენტი გიორგი აბაზაძეც ცირკში იმყოფება. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით, ლილე გელა, მიმესალმები მაყურებელს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პირველად ვარ თანაწამყვანი ჩვენ საინფორმაციო პროგრამაში და პირველად მოგესალმებით ამ ამპლუიდან. დღეს გადაწყვიტე სეზონის ბოლო გამოშვებისთვის სხვადასხვა ადგილებიდან ჩაგართოთ და დაგანახოთ, როგორ მუშაობენ ჩვენი კორესპონდენტები. ამჯერად თედოსთან ერთად ვიმყოფები, რომელიც თქვენთვის საინტერესო სიუჟეტს ამზადებს ცირკ შაპიტოზე. ახლა კი მიკროფონს მას გადავცე. როგორც ვიცით, ახლა ჩვენ ვიმყოფებით მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, სადაც ცოტა ხნის წინ ბინა ქართულ-უკრაინულმა ცირკმა შაპიტომ დაიდო. ცირკმა პირველად საქართველოში 3 კონტინენტიდან ცხოველების ატრაქციონი ჩამოიყვანა. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ცირკის არენაზე, სადაც ქალბატონი როზალი და აგვიხსნის თუ როგორ ხდება თითოეული ცხოველის მოვლა. მოგესალმებით ჩემო თედო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ცირკში არის 36 ცხოველი. არიან ერთშლიქიანები, ორშლიქიანები, არიან ქვეწარმავლები, არიან მტაცებლები, არიან მღრღნელები, არიან ფრინველები, ძალიან ბევრი ცხოველია წარმოდგენილი პროგრამაში და მინდა გითხრათ, რომ მოვლა არის ურთულესი. ჯერ როგორც მკურნალობის სახით ჩვენ მათ ვაქცინაციებს უკეთებთ, ვინაიდან მოსახლეობასთან გვაქვს კავშირი და ჩვენ უნდა ვიყოთ დაცული და ასევე ჩვენი მაყურებელი უნდა იყოს დაცული.
ჩვენ ცხოვრებს არ აკლეს არაფერი იმისათვის რომ იყვნენ ენერგიულები და ჩვენ ძვირფას მაყურებელს ყოველთვის სიამოვნება მიაჩნდა და იყვნენ ძალიან ლამაზები. ეს ცირკის კულისები აქვს, მსახიობები ემზადებიან არენაზე გასასვლელად. შევეცდები რომელიმე მათგანს გავესაუბრო. უკაცრავად. გამარჯობათ, რა გზნობა გეუფლებათ, ოდესაც არენაზე გადიხართ? და გზნობა, რა თქმა უნდა, როცა მაყურებელია, გინ დიდი იყოს, გინ პატარა, მანეჟით ჩვენ ვცოცხლობთ. გელოდებით, ჯაბაზი ჭიჭი. წარმოდგენა დასრულდა, მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა და იმედია ჩემი სიუჟეტი შედგა. ის გადამჩენია ჩემს ახალგაცნობილ მეგობართან ერთად დაგემშვიდობოთ. გადავწყვიტეთ ერთხელ კიდევ მოგითხროთ საბავშვო პროგრამების რედაქციის მუშაობის, საქმიანი შეხვედრებისა და საინტერესო წარსულის შესახებ. რეპორტაჟს ჩვენი კორესპონდენტი ანა კვატაშიძე უძღვება. ეს პატარა ოთახი საბავშვო საინფორმაციო პროგრამა რიონულას ეკუთვნის. აქ შემოსულები საოცარ სამყაროში ვხვდებით, იდეებს ერთმანეთს უზიარებთ და ვქმნით საბავშვო საინფორმაციო პროგრამა რიონულას, რომელიც თვეში ორჯერ გადის ეთერში და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს. წელი უკვე დასრულდა. რიონულა სეზონის ბოლო გამოშვებისათვის ემზადება. დროა გავიგოთ, რას ნიშნავს ბავშვებისთვის საბავშვო სტუდია. საბავშვო სტუდია ის ადგილია, სადაც ყველა ოცნება სრულდება. ამ სტუდიას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ეს სტუდია ჩვენთვის ყველაფერია. ძალიან მიყვარს ამ ოთახში შემოსვლა. ჩვენ აქ ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს გებულობთ. საბავშვო სტუდია ეს ის თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მხოლოდ ერთ ვიტყვი, რომ საბავშვო სტუდია არის ჩემთვის ოცნებებით სავსე სკივრი, საიდანაც ვერ ამოხვალ ვერასოდეს და არ ვიცი კიდე რა ვთქვა. მომავალი სასწავლო წლიდან რიონულა კვლავ განახლებული პროგრამით დაგიბრუნდებათ და ისევ გააფერადებს თქვენ სამყაროს. დღეს კი ამით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის! მოგეხსენებათ, რაოდენ სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში. საცურაო აუზში მეგობრებთან ერთად გატარებული დაუვიწყარი საათები. გთავაზობთ სიუჟეტს, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა ლიკა მარგველაშვილმა მოგიმზადა ცენტრალური აუზიდან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ამჯერად საკმაოდ საინტერესო ადგილიდან შემოგიერთით. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ქუთაისის ცენტრალურ საცურაო აუზს ესტუმრა. ახლა კი მიკროფონს თავად სიუჟეტის ავტორს, ლიკას გადავცემთ. ზაფხულის ცხელმა დღეებმა მოგცა იმის საშუალება, რომ საცურაო აუზზე წავსულიყავით და ერთად ყოფილიყავით. თუ რა მოხდა შემდეგ, საკუთარი თვალით იხილეთ.
რვა ბავშვებს გავესაუბროთ. ბავშვებო, რამდენად ნაყოფიერი იყო თქვენთვის წლევანდელი წელი? ჩემთვის წლევანდელი წელი იყო ძალიან ნაყოფიერი, რადგანაც მე ჩავწერი 10 საუკეთესო სიუჟეტი. ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი ჩემთვის იყო საინტერესო, ნაყოფიერი და შემოქმედებითი. მოგზაურე სამყაროს გარშე. რა თქმა უნდა, ეს წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო და ამასთანავე ვისწავლე ბევრი რამ. მთელი წელი ჩემთვისაც ძალიან ნაყოფიერი იყო. ვუმასპინძლეთ უამრავ საინტერესო სტუმარს. მოვიარეთ ძველი თუ მშენებარე ეკლესია მონასტრები და გავიგეთ მისი წარსული. და საერთოდ, ეს წელი ძალიან გამორჩეული იყო თითოეული რიონელისათვის. თქვენც გისურვებთ, ჩვენსავით ბედნიერი დღეები გქონოდეთ მომავალში. ამისათვის კი რა საჭირო? მხოლოდ თქვენი სურვილი. საბავშვო სატელევიზიო სტუდია რიონულა სექტემბრიდან კვლავ გელით. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ აუზზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ადმინისტრაციას. ამ მხიარული სანახაობის შემდეგ კვლავ ღიმილის ტალღა, სეზონის კურიოზები და სამახსოვრო კადრები. ნახოთ, როგორ ერთობიან რიონულას წევრები კადრის მიღმა და ერთად ვიხალისოთ. ამაზე იწოდა. შემეშალება. ხო, შემეშალება. ხო, აი, სო. იგი ჩასმულია. და გამოვშტერდი სოლოს. რამდენიმე წუთში შეწყვა. პარფიუმერის გავჭადე. და მიღება. Bravo! ავტორთაგანია. აუ, თემი! მაცადე გოგო, ჩემი გამჭირვები. ეს რუბრიკა ჩვენი სამჯერ წყალტუბოს რაიონში. კაი, რა გიხები წები თემური. დანა. მხიარული კადრების შემდეგ შემოგთავაზებთ ჩვენი რედაქციის წევრების მიერ მოწყობილი პიკნიკის ამსახველ არანაკლებ სახალისო ვიდეო მასალას, რომელიც ესმა საყვარელიძემ მოგვიმზადა. თუმცა სანამ აღნიშნული მასალის ნახვის შესაძლებლობა მოგეცემათ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ საბავშვო საინფორმაციო პროგრამა რიონულას სეზონის ბოლო გამოშვებას. ჩვენ სტუდიიდან გემშვიდობებით და საინტერესო სიუჟეტს გიტოვებთ. ნახოთ და ერთად ვიხალისოთ. საბავშვო პროგრამების რედაქციის მთელი გუნდისთვის კიდევ ერთი შემოგვეთებითი წელი იწურება. თუმცა სანამ ჩვენი საინფორმაციო პროგრამა ოფიციალურად დაგემშვიდობებათ, წელსაც გადაწყვიტეთ ქალაქიდან რამდენიმე საათით გავსულიყავით და პიკნიკი მოგვეწყო. Tonight is the night, so I dress myself like a gigolo. Yo, hey girls, don't go, just wait for me. I'm gonna be there soon, and then we're gonna dance till noon. It's me, Mr. Super Boombastic, enthusiastic, fantastic, ready for the dance floor. Here comes the king. Step aside, let's swing. The night is young and so are we. Come on over, set me free. What I really wanna do is just dance with you. Hey, na na na. Join the celebration. Hey, na na na. Everybody sing it.
ხეები, წყალი, აქ ხომ ყველაფერია, რაც პიკნიკის გარემოს ქმნის. ხოდა ჩვენც მეტი რა გვინდა, ტყეში ფიჩხები შევაგროვოთ და მწვადი ავაში შხმინეთ. მწვადისთვის პროცესში მე და ჩემო მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ მდინარის პირას ჩავსულიყავით გასაგრილებლად. I'm dancing on the ceiling, hey ladies, I'm hot. I saw you there and I was rooted on the spot. Don't know, she's the girl of my dream, and I am the fool acting like a drag queen. Wrong time, wrong place, time to end in smoke. And all that I could say, do you want some coke? I started to stutter, said blah blah blah. She said, hey na na na. The night is young and so. მაშასე ჩვენი სატელევიზიო სეზონის დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ თქვენთვის გელა ძნელაძე, ლილე სონაძე და მე გიორგი აბაზაძე რიონულას მთელს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობდით. წარმატებულ და ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ. სექტემბერში დაგებრუნდებით, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე.